მოგესალმებით მეგობრებო, დიდი სიყვარულით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე, მაგიური სამყარო. დიდი ხანია ერთმანეთს აღარ შევხვედრილვართ დიდი ვიდეოებით, თორემ პატარა სტორებს ვწერ თითქმის ყველა დღე. ძალიან მომენატრეთ, მინდა გითხრათ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინცაც არ ვავიწყდები და საკმაოდ სოლიდურ თანხებს მირიცხავს ჩემი YouTube-ის ყურების სანაცვლოდ, ალბათ გიხდებათ ჩემი რიტუალები და ძალიან მადლობელი ვარ ამისათვის და ყველას გისურვებთ წარმატებებს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან გითხოვთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, გამოუწერლად არ უყუროთ, დაალაიქეთ, დააშეარეთ, გაუზიარეთ სხვა ადამიანებს და ასე შემდეგ. როგორც ფიგურაზე მიხვდით, მამაკაცის და ქალბატონის ფიგურა გვაქვს, დღეს გვექნება ძალიან კარგი მიბმის რიტუალი, მამაკაცზე, სექსუალური მიბმის რიტუალი, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ ყველას არავის არ უნდა მარტოობა, ესე ვთქვათ, და რაც არ უნდა იყოს, ყველას უნდა რომ საყვარელი ადამიანი ჰყავდეს გვერდზე. იმიტომ რომ ქალისთვის მით უმეტეს ძალიან რთულია მარტო ცხოვრება და ყველას უნდა ადამიანი აფასებდეს, გვერდზე ყავდეს, გვერდზე დაიყენოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ კი შეიძლება მიბმის რიტუალი იყოს, თქვათ, ცოტა ისეთი, ხა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მაშინ რატო ვიბავთ, მაგრამ ხო შეიძლება რომ სხვამ წაგართვათ, ხო შეიძლება რომ სხვამ ჯადო გაუკეთა, ხო შეიძლება რომ გინდათ ძალით იბავდეთ, მე მივესალმები, მაინც მე ყოველთვის ქალების მხარეს ვარ და ადამიანს, როდესაც ბედნიერება უნდა, თუ ის ადამიანი სხვას არაფერს ცუდს არ უკეთებს, დაეიყოს ის ადამიანი ბედნიერი, იმიტომ რომ ქალები, ქალბატონები ნამდვილად ვიმსახურებთ ბედნიერებას. რა თქმა უნდა, მამაკაცებიც, მაგრამ ქალბატონები განსაკუთრებით. სანამ რიტუალზე გადავალ, მინდა ორიოდ სიტყვა თქვა ზოგადად ადამიანზე და ადამიანის ფსიქოლოგიაზე. თქვენ იცით, ახლა ახალი წელი მოდის, რა ამის პასუხია და სიმართლე გითხრათ, ძალიან დაკავებული ვარ, უამრავი მომართვიანობა მაქვს, იმიტომ რომ არავის არ უნდა ჯადოთი შეხვდეს ახალ წელს, არავის არ უნდა ძველ რაღაცა ოჯახის ჯადოებით შეხვდეს ახალ წელს და იცით რომ გადადის მე ახალ წელზე ისევ და ძალიან ბევრს უნდა წმენდა და ვისრის შესაძლებლობაც აქვს ზოგს ასე ვთქვათ სამაჯური უნდა, ზოგს საფულე უნდა, ყველას უნდა რომ ახალ წელს შეიქმნას რაღაცა სიახლე, ვის რისი შესაძლებლობაც აქვს, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, ყველას რო წმენდას ურჩევ, მაგას რაც უნდა ორი აზრი, მაგრამ რატო დავაკონკრეტე ახლა ეს სიღარიბე სიტყვაზე, ზოგს გამდიდრება უნდა, ზოგს სიმდიდრის რიტუალი უნდა, ზოგს ბარაქის, ზოგს სიყვარულის. იცით როგორ არის, რატომ არის, იცით მე თქვენ სხვა ადამიანებს არასოდეს არ ვეხები, მაგრამ ზოგადად ვისაუბრებ, რატომ არის, რომ ჩემთან მოდიან ხშირად ადამიანები და მეუბნებიან, რომ აი, ვისაც სურს შეუძლია ტელეგრამზე გადავიდეს და იქ სკრინებიც ნახოს, რომ აი მოვიარე მთელი ქვეყანა, ამდენი წლები ვიარე ყველასთან, ვერაფერი ვერ გამიკეთა, თითქოს შემილოცა, 2-3 დღე კარგად ვიყავი, მაგრამ ჩემი ცხოვრება ისევ ცუდად წავიდა, თუნდაც ეს იქნება კაცის მხრივ, თუნდაც ეს იქნება ფინანსების მხრივ. რატო ხდება, რომ ადამიანს არ ეშველა, ხო? რა თქმა უნდა, ჩემს, ასე ვთქვათ, კოზირებს მე ვერ გავამხელ, მაგრამ ადამიანს, რაც არ უნდა შეულოცო, რაც არ უნდა კარგი რამე გაუკეთო, თუ ადამიანი ტვინისგან არ განთავისუფლდა და წარსულს არ ჩაეხსნა,
სურო ბრილიანტებშიც ჩასვა ადამიანი და საუკეთესო მაგთან იყოს, მეორე დღეს მაინც ცუდად იქნება. მეორე დღეს თუ არა ერთ თვეში თუ არა ორ კვირაში, ანუ ეს იქნება სიღარიბე, ეს იქნება სიმდიდრის შელოცვა, ეს იქნება კაცის შელოცვა, მაინც დაშორდებიან. რატომ ხდება ესე? ჩვენი ადამიანი თავის ბედი იქნება თუ უბედობა, საიდან იღებს ხო ტვინიდან. ჩვენი ტვინი ამოძრავებს ჩვენს სხეულს, ანუ კვანტური ფიზიკა, ხო? ძალიან ელემენტარული აქ მაგიც რომ არ იყო, ესეც მიხვდება ხო ადამიანი და როდესაც ჯადო აქვს ადამიანს გაკეთებული, ან სხვა რაიმე აქვს ადამიანს, ოჯახის ჯადო იქნება თუ რაც იქნება, თუ წარუმატებლობა თუ რაც იქნება, რაზე მოქმედებს ხო? თავზე. თავში რო პრობლემები გაქვს, შენ საქმეს მე ვეღარ აკეთებ. ხშირ შემთხვევაში ზარმაცდება ადამიანი, ხშირ შემთხვევაში სუქდება, ხდება, ხო? ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ზოგს ოჯახი ენგრევა, ზოგს კაცთან ენგრევა ოჯახი, ზოგს რა ენგრევა, ხო? ამიტომ ყოველთვის ჩემ შემთხვევაში ადამიანთან უნდა იმუშაო გაწმენდა ტვინზე და ადამიანებს იცით მე თქვენ გარკვეული დღე, ზოგი 16, ზოგი 40 დღე ვაძლევ შესაბამის ასე ვთქვათ დავალებებს არ ვიტყვი ხარ რა როგორ რომ ადამიანის ტვინი გადაერთოს სხვა საკითხზე. და მაგიის მოშორებასთან ერთად ადამიანმა ფსიქოლოგიურად გადაიტანოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შენ სულ ღმერთი ჩამოვიდეს ციდან, ადამიანი თუ დეპრესიაშია სიტყვაზე, რო ეტყვი რომ კარგად იყავი და არ ინერვიულო, ეს ადამიანი მაინც ინერვიულებს, რაც არ უნდა მოხდეს, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფიქრში, ტვინში რა ხდება. როდესაც ადამიანს შეხვდება სლაბი ისეთი ადამიანი, ვინც ვერ მოუხსნის ვერაფერს და შეიმწუთას რაღაცა კარგად გახდეს, შექებით და შეგულიანებით ადამიანი, ის ადამიანი 5 წუთში მაინც ან სიტყვაზე 10 დღეში 5 წუთი რა არის, მაინც იგივე ჭაობს დაუბრუნდება, ამიტომაც არის რომ ადამიანებს ხელი არ ემართებათ, ეს იქნება სასიყვარულო, ეს იქნება ბარაკა, ეს იქნება სხვადასხვა რაღაცებში, იმიტომ რომ ადამიანები ვერ მკურნალობენ, ესე ვთქვათ, მაგებთან მიდიან და ვერ მკურნალობენ. რაც შეეხება ბოროტებას, მეგობრებო, მე ამდენ წლიანი გამოცდილებით როგორ გითხრათ, ისეთი ადამიანებს შევხვედრილ ვარ ცხოვრებაში, კლიენტები გინდა თუ ისე ცხოვრებაში ადამიანები, ვიზეც მიფიქრია, რომ ეს ადამიანი ჭიანჭველას არ დააბიჯებს ფეხს. და ზუსტად ესეთი ადამიანებს გამოუთხრიათ სხვა ადამიანებისათვის ძირი. როდესაც ადამიანები იძახიან, რომ აი რატო გამიკეთე ეს ჯადო, არაფერი არ დავუშავე. ან რატო თქვათ გამთვალეს, ხო? არა, 5 თეთრით მეტი რო გქონდეთ, თქვენ მაინც იცოდეთ, რომ დაშავებული გაქვთ. და ადამიანებს მეგობრებო, ავიწყდებათ ეს საკითხი, რომ თქვენ ადამიანის გენეტიკა, მაინც ადამიანს აქვს გადარჩენის ცხოველური სინდრომი და თქვენ რომ წინ წახვალთ, ადამიანი მაგას ვერ აიტანს. ეგ იცოდეთ, ეს ქართველებზე იციან ხოლმე თქვა, ქართველიო არ გაპატიებსო, გვერდში დაგიდგებაო, მაგრამ წინ თუ წახვედიო არ გაპატიებსო. მარტო ქართველზე არ არის მეგობრებო ეს. დამიჯერეთ, ყველა ადამიანზე ესეა. სოფლიოში თავისი წინ წასვლას ადამიანი არ პატიობს ადამიანს. ზუსტად მაგიტომაც არის მე 1000 შური. ზოგი შურია პირად ცხოვრებაში, ზოგი შურია ფინანსებში, ზოგი შურია და ადამიანები ისეთ სასტიკეებში ჩადიან მეგობრებო. ენით რო არ აღიწერება და
ფიქრით რო ვერ გაივლებთ. ხანდახან ისეთი რამეები მესმის, რომ ფიქრობ ხოლმე, რომ მთელი ცხოვრება რომ მეფიქრა ესეთ სისასტიკეზე, ვერც ვიფიქრებდი, რომ ადამიანმა ჩემ კლიენტს გაუკეთა. ოღონდ მართლა მეგობრებო, ვერასოდეს ვერ მოვიფიქრებდი, ანუ იცით როგორ ამდენი წელი ხო ვიგებ ყოველ დღე ახალ ამბავს და ეს ამბები არ მთავრდება. ეს იქნება ძალადობა მამაზე, მამიდა შვილზე, ხო, გოგონაზე გაუპატიურება. ეს იქნება ცემა, ეს იქნება ჯაჭვით დაბმა, ეს იქნება ქმრის წართმევა დისგან, მამიდა შვილისგან, ანუ ეს არის ჩვენი რეალობა, მეგობრებო. რა რეალობაშიც ჩვენ ცხოვრობთ. მესმის, რომ ძალიან კარგია მოტივირებული საუბარი და ყველაფერი რომ კარგად იქნება, კი, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება ჩვენ რომ თუ მოვინდომებთ და თავს დავიცავთ, მაგრამ ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ სიკეთეში არ ცხოვრობთ. სამყაროს სიკეთე არ მართავს. სამწუხაროდ. უბრალოდ არსებობენ მეტად ემპათიური ადამიანები. ეხლა რაც შეეხება სახალწლო გაფრთხილებას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მე ვერავის ვერ დავაძალებ, მაგრამ ყოველას ვურჩევდი, რომ გაიკეთოს წმენდა. თუ რაიმე პრობლემა გაქვთ, გაიკეთეთ წმენდა. აუცილებლად გაიკეთეთ წმენდა და ახალ წელს ნუ დაიწყებთ ძველი აურით და ცხოვრებით. ნუ ხა ზოგს ბარაქა უნდა, ზოგს რა უნდა, ხო? მნიშვნელობა არ აქვს, ვისაც რა უნდა და ვისაც რა ჭირდება, ის უნდა გაიკეთოს. კიდევ ერთს დავამატებდი ახალი კლიენტებისათვის, მეგობრებო, მე კონსულტაციის გარეშე რიტუალებს არ ვაკეთებ. ეს გამორიცხულია, რომ კონსულტაციის გარეშე მე რიტუალი გაგიკეთოთ. ეხლა რაც შეეხება მიბმის რიტუალს და 2-3 სიტყვას კიდე აუცილებლად ვიტყვი დღევანდელ ურთიერთობებზე, რა ურთიერთობებიც ჩემთან მოდიან ადამიანები პრობლემით. მე მყავდა ესეთი კლიენტი, რამოდენიმე დღის წინ, ამ ქალბატონმა ჩემთან 4 თუ 5 რიტუალი გაიკეთა, აღარ მახსოვს, შეება 6 ხო არა. ნუ სადღაც $10,000 და მეტი გადაიხადა და დაახლოებით 2-3 კვირაა ჩემი კლიენტია, ნუ თავის ოჯახზე და კიდე პრობლემები. მაგრამ უყურეთ, ქონდა მეუღლეს პრობლემა. მეუღლეს რო აქვს პრობლემა, მეუღლე გახდა, როგორ გითხრათ, ნარკომანი, იმიტომ რომ ჯადო გაუკეთა საყვარელმა და ასევე დედას უნდოდა რომ ამ ცოლთან დაეშორებინა მუდმივად და ასევე ცუდი ხასიათით, ნარკომანი და საწოლში ძალიან დიდი პრობლემებით. მიხვდებით ალბათ, ახლა აღარ დავასახელებ. სხვათა შორის ძალიან ბევრი ქალბატონი მოდის, ამ საკითხზე არ მისაუბრია მე სხვათა შორის. და იძახის, რომ აი საყვარელმა ჩემ ქმარს ეს გაუკეთა, ის გაუკეთა და ჩემ ქმარს საწოლში ურთიერთობა არ კი არა, ვერ გვაქვს, იმიტომ რომ არ შეუძლია. ამ კაცებს აწუხებთ ძირითადად თავის ტკივილები, პრობლემები ნელ-ნელა ორგანიზმზე და ზოგი ლოცდება, ზოგი თამაშს იწყებს, მოთამაშე ხდება, ზოგი ნარკომანდება, ზოგი სასმელს სვავს და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი არის ინდივიდუალური, მაგრამ თითქმის საწოლში, როგორც ეს ქალბატონები იძახიან და მეც ვეუბნები და ვხედავ კონსულტაციაზე, საწოლში ყველას აქვს პრობლემა. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ როდესაც საფლავში დებენ ჯადოს, მეგობრებო, ფოტოს, ამას არ ჭირდება ჯადოქარი, იცით თქვენ, მოხსნა სჭირდება, გაკეთებას არა, მოხსნა სჭირდება. ამ კაცებს უბედურდებათ ყველაფერი. ამიტომაც არის, მეგობრებო, ამდენი დაანგრეული ოჯახი. ამდენი გაუბედურებული ოჯახი, აღარავინ აღარ ინდობს, არც ქმრიანს, ცოლიანს,
შვილი, ანუ აღარავინ აღარ გინდობთ მერწმუნეთ, ამიტომ ძალიან ბევრი ოჯახი უბედურდება და ძალიან ბევრი კაცებს მე ესეთ ჯადოიან კაცებს, რომელსაც საშინელ ჯადოებს უკეთებენ, ეწყებათ ძალიან ბევრი პრობლემები, როგორც ხასიათში აგრესიულები ხდებიან, ისე საწოლში და ბოლოს შეიძლება ისე გააგრესიულდეს თქვენზე, რომ რა ვიცი, ზოგზე ხელზე გაიწიოს და ზოგიზე რა გააკეთოს. ამიტომ პლუს არ დაგავიწყდეთ, რომ ესეთი ადამიანი თუ თქვენმა საყვარელმა გაუკეთა თქვენს ქმარს ჯადო, იცოდეთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები თქვენ აუცილებლად შეგექმნებათ. და პირველი პრობლემა იქნება საშვილოსნოზე, ყელზე, ნერვოზზე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან გაფრთხილდით და დაცვა გაიკეთეთ ყოველთვის. ეხლა მე მინდა რომ თქვენ დაჯდეთ ან დაწვეთ, რომელიც თქვენ გაგიხარდებათ და დაამშვიდოთ გონება. არ იფიქროთ არაფერზე, ჩაერთოთ ყურსასმენები და ეცადეთ, რომ ოთახში იყოთ მარტო. მინდა რომ გააკეთოთ 3 ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. ანუ 1, 2, 3, 4 ჩაისუნთქოთ, 4-მდე შეიჩერებთ სუნთქვას და ამოისუნთქებთ. მაგალითად, ჩაისუნთქეთ 1, 2, 3, 4 სუნთქვა გააჩერეთ, ამოისუნთქეთ. ნელა. კიდევ ჩაისუნთქეთ ნელა 1, 2, 3, 4-ზე. გააჩერეთ სუნთქვა 1, 2, 3, 4. ამოისუნთქეთ. და ესე გააკეთეთ 3-ჯერ. რათა თქვენი გონება დამშვიდდეს და დაწყნარდეს. არ იფიქროთ აბსოლუტურად არაფერზე. წარმოიდგინეთ, დახუჭეთ თვალები. ეს იქნება სრულიად განსხვავებული რიტუალი, რომ თქვენს წინ არის ულამაზესი ოქროს კარები. და წარმოიდგინეთ, რომ ამ ოქროს კარებს, ულამაზეს კარებს თქვენ აღებთ და გადადიხართ ულამაზეს მინდორში. და ამ მინდორში მიდიხართ ფეხით, ხართ წყნარად, ხართ მშვიდად, ზეაშუქებს, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ხართ წყნარად და მიდიხართ აი ამ ლამაზ მინდორში. ამ დროს მარჯვენა მხარეს თქვენ ხედავთ გასაღებს და ოქროსფერ გასაღებს, რომელსაც იღებთ. კიდევ გადადგავთ რამოდენიმე ნაბიჯს მწვანე მდელოზე, წყნარად, შვიდად და ხედავთ, რომ წითელი ლამაზი გულის ფორმის კარებია თქვენს წინ, რომელსაც აქვს ასევე გასაღების ჩასადები. თქვენ გასაღები, რომელიც ხელში გიჭირავთ, აღებთ ამ გულის კარებს და შედიხართ ულამაზეს წალკოტში. როგორც კი თქვენ საყვარელ ადამიანზე გაიფიქრებთ. აი მაგალითად ვიღაცა სიტყვაზე გიორგი, რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ. დაწყნარდით, დამშვიდდით, დაჯექით და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ იმხელა ძალაუფლება გაქვთ, რომ აღებთ ოქროსფერ კარებს და წყნარ, მშვიდ
წალკოტის ადგილზე მიდიხართ მინდორზე. შემდეგ აღებთ გულის ფორმის კარებს იმ გასაღებით, რომელიც გიჭირავთ ხელში და ეს ნიშნავს, რომ თქვენ აღებთ თქვენი საყვარელი მამაკაცის გულის კარებს, რომლის გასაღებიც მხოლოდ თქვენ გაქვთ. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რა შუაშია მაგია, რა შუაშია წალკოტი, რა შუაშია მინდორი, რა სისულელებს გველაპარაკება ეს ადამიანი, მაგრამ დამშვიდებულ, დალაგებულ გონებაზე, როდესაც ადამიანი წალკოტშია, მინდორში ფეხით დადის, წარმოიდგენს და ადამიანის გულის კარებს აღებს და შვიდდება მისი გონება, იმ ადამიანს ადვილად შეუძლია, რომ კარგი გაგებით მართოს სხვა ადამიანის გულის კარებით თუნდაც. ამიტომ ფსიქოლოგიურად ძალიან საჭიროა მსგავსი რამის წარმოდგენა, იმიტომ რომ ეს არის უფასო რიტუალი. ეს არ არის, ესე ვთქვათ, ფასიანი რიტუალი, როდესაც მე თქვენზე მასალებს ვხარჯავ და ესე ვთქვათ, ჯადოს ვაკეთებთ, ამიტომ ესეთი ხრიკებით ძალიან დაგეხმარებათ თქვენ, რომ პირველ რიგში დამშვიდდეთ თქვენ და შემდეგ წარმოიდგინოთ თქვენი საყვარელი მამაკაცი და არ არის აუცილებელი, რომ თქვენი მარტო მამაკაცზე გქონდეთ აქცენტი გაკეთებული. არა. უბრალოდ წარმოიდგინოთ, რომ მიდიხართ მინდორში, აღებთ ერთ კარებს, მერე მეორეს და ადამიანის გულის კარებს აღებთ. აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, თქვენი საყვარელი ადამიანი. ეს რიტუალი, ესე ვთქვათ, მაგიურ, ფსიქოლოგიური, ძალიან კარგი რიტუალი. აი, სანთელიც კი გვაქვს ქალი ჩახუტებულია კაცთან, რომელიც კაცის თავი დადნა. არა უშავს. შეგიძლიათ და უნდა გააკეთოთ აუცილებლად ყველა დილას საღამოს, მეგობრებო. წარმოიდგინოთ, რომ დახუჭოთ თვალები, დამშვიდეთ, დაწყნართეთ, რომ თქვენ აღებთ ოქროსფერ კარებს. რატომ ოქროსფერ კარებს? ის გარემო, რაშიც თქვენ და თქვენი მამაკაცი უნდა იყოთ, რაღაცა კარგით ხო უნდა დაიწყოს. ხო? და მე უკვე იცით, აღარ გავიმეორებ, რაც უნდა წარმოიდგინოთ. ამ პოზიტიური, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მაინც სიყვარულით სავსე, ენერგეტიკულად მაღალი, იმიტომ რომ თქვენ როდესაც წარმოიდგინეთ უკვე კარგ ხასიათზე ხართ, უფასო რიტუალი აუცილებლად დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი საყვარელი ან მამაკაცი ან ქალბატონი მოიზიდოთ. რიტუალი გააკეთეთ დილას საღამოს და ამ ვიდეოსაც შეგიძლიათ უყუროთ 16 დღის განმავლობაში. თუ ხვდებით, რომ მძიმე ჯადო აქვს ადამიანს გაკეთებული 40 დღის განმავლობაში. რომ შედეგი გქონდეთ, რადგან ეს ყველაფერი უფასო და ზოგადია. ზოგადად ამ წლის მონაცემებით მიბმის რიტუალი იცით თქვენ ჩემთან ღირს $1600-1700 და მუსულმანზე, რა თქმა უნდა, ემატება თანხა. იმიტომ რომ ადამიანებს გონიათ ხოლმე, რომ ყველა სხვადასხვა ფასები მაქვს. არა, ჩემთან ამ დროის მონაცემებით წმენდა ღირს $1500 და მუსულმანზე ემატება, რა თქმა უნდა, თანხა ყველა რიტუალს და ნეკრომაგია და შემდეგ ადის და ადის უფრო მაღლა. ჩემის მხრიდან, მეგობრებო, ახალი წელი მოდის და გისურვებთ, რომ მიხედოთ სულიერებას და ჯანმრთელობას, ხო? ქალბატონებმა მიხედოთ თქვენს თავს გადაიმოწმოთ ჯანმრთელობა
D ვიტამინი, E ვიტამინი, რკინა, ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ანალიზები გაიკეთოთ, იმიტომ რომ ადამიანს მარტო მაგია ძალიან კარგია, მაგრამ ქალები ვართ ჩვენ და რატომაც არა, მე უფლება მაქვს, რომ მოგიწოდოთ, რომ მიხედოთ ჯანმრთელობას, უფლება მაქვს ამისი და ესე ვთქვათ, ყველა ქალის გვერდში ვუდგავარ, ამიტომ ვაფრთხილებ, რომ გადადეთ მეგობრებო, ყველა და ყველაფერი თქვენი თავის პატრონები ხართ, თქვენი თავი უნდა გიყვარდეთ ყველაზე მეტად და ზოგს თუ ჯადოს მოხსნა გინდათ, კი ბატონო მოიხსენით, მაგრამ იმის მაგივრად, რომ მე არა ვარ მოხარული იმის, თუ როგორ ვთქვა ქართულად, აი ხო არის რომ მაგის ადამიანები ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ საახალწლო სუფრაზე. არა, ჩვენ ოჯახში ეს არ ხდება. საშუალოდ, აი ძალიან მოწიწებულად, როგორც აი სადილის დროს სადილს ვეძახით, ესე ვთქვათ, ხო, ეხლა მე საქართველოში არ ცხოვრობ, არც ქართველი არ მყავს აქ მაინც ოჯახის წევრები და მაინც ესე რაღაცა ერთი საკვებით შემოვიფარგლებით და სულად მისაღებიც არის მე ესე მგონია. ქართულ ქალბატონებს მოგიწოდებდით იმის მაგივრად, რომ თქვენ შვილებს ეყოფათ. თუ პატარები გყავთ კი ბატონო, მაგრამ ძალიან დიდები თუ გყავთ. თითო შოკოლადიც ეყოფათ, თუ არა და გამოიმუშაონ თვითონ თანხა, თქვენ მიხედეთ თქვენს თავს, გოჭების და გოზინაყების ფული არ აუშავს, რო არ გააგზავნოთ, არაფერი მოგივათ, მიხედეთ თქვენ თავს, თქვენ ჯანმრთელობას, გაიკეთეთ ჩეკაპი აბსოლუტურად ყველაფერზე. ზოგს თუ მაგიურად დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, მაგიურად მობრძანდით ჩემთან, ჯადო დაგჭირდებათ, თუ რას დაგჭირდებათ მოხსნა, მაგრამ რა მინდა რომ გისურვოთ. თქვენი თავი დააყენეთ პირველ ადგილზე და მაგიური დახმარება გჭირდებათ, თუ ჯანმრთელობის დახმარება გჭირდებათ, ნუ დახარჯავთ მეგობრებო, ახალწლს ძალიან ბევრ ფულს, მიხედეთ თქვენს თავს და თქვენს ჯანმრთელობას, იმიტომ რომ შეიძლება ჩაიცვათ ძვირფასი $1000 კაბა, $10,000 ჩანთა გეჭიროთ და ცხოვრება გაუფეთურებული გქონდეთ და ენერგია დაცემული და ამ დროს რესტორანში სიხარ და ერთი დღეში ერთობი და ასე შემდეგ. კი, უნდა წახვიდეთ რესტორანში, უნდა გაერთოთ, იქაც უნდა გაატაროთ დრო, მაგრამ მიხედეთ თქვენს ჯანმრთელობას და სულიერ, ესე ვთქვათ, და ენერგეტიკას, იმიტომ რომ ენერგეტიკის გარეშე ვერც პირად შექმნით, ვერც ბარაკა ფულსი შოვით, ვერც ხასიათი გექნებათ კარგი და ასე შემდეგ. ამიტომ დააყენეთ საკუთარი თავი წინ და მიხედეთ თქვენს თავს და ჯანმრთელობას. ჩემი მხრიდან დაგემშვიდობებით, ჩემთან კონსულტაციაზე ჩაწერა შეგიძლიათ ნომერზე +1 718 506 მხოლოდ WhatsApp-ზე. ჩემთან კონსულტაციის ღირებულება არის $100 და პირდაპირ გეგზავნებათ მესეჯი, რიცხავთ თანხას და ამბების მოყოლა ჩემთან არ არის საჭირო, იმიტომ რომ ვაკეთებ ნებისმიერ ჯადოს და მოხსნას და გაკეთებასაც კი, რაც თქვენ თავში მოგივათ და რა სიძნელესაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მე ვარ მაგების ასეულში შესული ადამიანი, ლოს-ანჯელესში მე ვარ ათეულში შესული ადამიანი, რომელიც აკეთებს ძიმედან დაწყებულ ყველანაირი სიმძიმის ჯადოს და ხსნის კიდევაც. ამიტომ ქალებს გისურვებთ წარმატებებს, მამაკაცებსაც გისურვებთ დიდ წარმატებებს და გელოდებით ჩემთან.